დიახ, ჩვენ თეოლოგებს ვკითხეთ, როგორ წაიკითხეს მათ საშობაო ეპისტოლე და მოვისმინეთ მოსაზრება, რომ ეს ტექსტი, რომელიც გამოაქვეყნა საპატრიარქომ, არის მოზომილი ხასიათის, თუმცა არის ასევე მკაფიო და ზოგიერთმა მათგანმა აქ ამოიკითხა ადრესატად მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იგულისხმება საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილში, სადაც საუბარია ადამიანზე, რომელიც ქმნის კეთილდღეობას ირგვლივ იმისთვის, რომ იყოს კარგად, ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თუმცა ამაოა, რადგან ის უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ბიძინა ივანიშვილს კითხულობენ იმ ნაწილშიც, სადაც საუბარია დაცემულ ადამიანზე, რომელსაც აქვს სიკვდილის შიში. და გარდა ამისა, მოვისმინეთ მოსაზრება, რომ პატრიარქი და ზოგადად საშობაო ეპისტოლე ასეთ შეფარულ გზავნილებს ატარებს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში მკაფიოა, რომ მისი ადრესატი ამ ნაწილში არის ბიძინა ივანიშვილი. გარდა ამისა, მოვისმინეთ უკმაყოფილება, რომ საშობაო ეპისტოლე არ ეხმაურება თბილისში და ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს, განსხვავებით სხვა წინა წლების ეპისტოლეებისა და შესაბამისად აქ არ ყოფილა საუბარი და აქცენტი გამახვილებული ძალადობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის ქუჩებში პროტესტის დროს და შესაბამისად ეს არის ერთი საკითხი, რასაც ელოდნენ თეოლოგები, რომ იქნებოდა ხაზგასმული ეპისტოლეში, თუმცა ამ შემთხვევაში წლევანდელ ეპისტოლეში ეს არ ყოფილა. მსახიობის ძალიან დიდმა ნაწილმა და მეც პირადად დავინახეთ ბიძინა ივანიშვილის ირიბი კრიტიკა, მათ შორის ყოველთვის იყო დაძაბულობა, დაპირისპირება. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია ივანიშვილის ამბიციები, რომელიც ვერ იტანს კონკურენტ ავტორიტეტებს. ალიპური ივანიშვილის მიმართ არის აბსოლუტურად ბუნებრივი. საპატრიარქოს ეპისტოლე იყო უფრო მეტად მოზომილი და მოკლე, ერთგვარად აი ამ პოლიტიკური ზედმეტი, სოციალური კონტექსტებიდან დისტანცირებული, იმიტომ რომ ფაქტიურად საპატრიარქო იმყოფება ძალიან კრიტიკულ თავდაცვით სიტუაციაში და ის ვეღარ უმკლავდება გარემო ფაქტორებს. საპატრიარქო იმდენად ადვილად იმანიპულირებს ამით, რომ მას შეუძლია, რომ ეს პასაჟი გვითხრას, რომ ეს პასაჟი ნებისმიერ ჩვენთაგანს ეხება. არ არის საუბარი იმაზე, რომ ქრისტეს შვილებს სულ რამოდენიმე დღის წინ სცემდნენ, წამლავდნენ, უდანაშაულოდ დატუსაღებულები არიან. არ არის საუბარი იმაზე, რომ წუხელ შობას უკანონოდ და უსამართლოდ დაჭერილი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამებრძოლების ამათი მშობლები ტიროდნენ. ჩვენ ადრეულ ეპისტოლეებში გვინახავ საკმაოდ მკაცრი განცხადებები, თქვათ წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით, როდესაც ჭირდებათ, მათ აქვთ ეს დამოკიდებულება, ვისი აქცენტიც არ უნდა დასვას. ვინმე ამ ეპისტოლეში ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი და თავიდან ბოლომდე კიდე რაღაც დივიდენდების მოთხოვნის მცდელობა. 2025 წლის საშობაო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში მოისმინა შალვა პაპუაშვილმაც. ქართული ოცნების ლიდერს დღეს ვკითხეთ, მან დაინახა თუ არა ამ ტექსტში პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური კონტექსტი თუ აქცენტები, თუმცა შალვა პაპუაშვილი ჩვენ გვეუბნება, რომ ეს ეპისტოლე ეხება ყველას და ყველამ საკუთარი თავი უნდა დაინახოს, როცა ეპისტოლე საუბრობს ეგოიზმზე და ადამიანურ ბუნებაზე, რომელზეც ყურადღებაა გამახვილებული პატრიარქის მიერ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილზე აქცენტს, ამ შემთხვევაში კონკრეტული პასუხი პაპუაშვილისგან არ მიგვიღია. ის ამბობს, რომ შესაძლოა ეპისტოლე ატარებდეს ზოგ შემთხვევაში პირდაპირ აქცენტებს, ზოგ შემთხვევაში ფარულ გზავნილებს, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს ეპისტოლე უნდა წაიკითხოს ყველამ და ყველამ ამის მიხედვითი ხელმძღვანელოს. პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში, სადაც მან ხაზი გაუსვა ერთის მხრივ მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანების შორის, რომელიც ღმერთისგან აქვს ადამიანს დანაცვლებული და მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე. ამპარტავნობა, ეგოიზმი, ეს არის ის, რაც უშლის ადამიანს
რომ მიფიქროს საერთო სიკეთეზე და იმედი მაქვს რომ პატრიარქის ეპისტოლის ამ მოწოდებას გაიაზრებს ყველა, გაიაზრებს იმას რომ მნიშვნელოვანი არის არა ის რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებში არის, არამედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის. ყველამ უნდა წავიკითხოთ და ყველამ ჩვენი დასკვნები პროექტსკოლისა ჩვენი თავიდან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ. და ეს არის მთავარი არსი ეპისტოლესი და ამიტომ ყველას მოუწოდებ რომ შეფარული გზავნილი არ ქონია ამ ტექსტს. ყველა ეპისტოლეს აქვს თავისი ხილული და ფარული გზავნილები ყველა ადამიანისთვის. ეს ეკუთვნის ყველა ეპისტოლეს ადრესატი არის ყველა და ამავე დროს არავის. ყველამ უნდა წაიკითხოს და მიიღოს ის როგორც საჭიროა. როგორც ყოველ წელსაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლე არის პოლიტიკური განხილვის საკითხი და მოსაზრებები განსხვავდება იმის მიხედვით თუ ვინ რას კითხულობს და როგორ კითხულობს ტექსტს, რომელიც საკმაოდ ვრცელია, თუმცა ერთი რამ არის თვალშისაცემი და ფაქტი, რომ წინა წლისგან განსხვავებით წელს უკვე საშობაო ეპისტოლეში მიმდინარე მოვლენები არ არის ხაზგასმული, თუ კი შარშან პატრიარქი საუბრობდა საშობაო ეპისტოლეში ომზე უკრაინასა და ისრაელში, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე წელს მას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მოვლენებზე, რომელიც თბილისში ამ პერიოდში ხდება, ძალადობაზე, რომელზეც სხვა სასულიერო პირები საშობაო გზავნილებში, წერილებში საუბრობენ, თუმცა ამ შემთხვევაში საშობაო ეპისტოლე ამ მოვლენებზე არ საუბრობს.